იმედ გამაცრუებელია ეს განცხადება პაატა მანჯგალაძე ისევე როგორც სხვა ორგანიზატორები თავისუფლების მოედანზე სცენაზე იდგა და განაცხადეს რომ გადაიბარეს ხელისუფლება და პირადად ჩემ დაპატიმრებას დაპატიმრება დაავალა პოლიციას თუ სხვა ძალოვან უწყებს. ჩვენ გადავჭით 90-იან წლებში დაბრუნებას და ბატონ სახალხო დამცველსაც დაწუნებული ვარ თავის ასაკიდან გამომდინარე ახსოვს რაც იყო 90-იან წლები. ასე რომ აქ რაიმე აფთიაქური საზომით ეხა იმის ნახვა რომ ვიღაცა სცენის კუთხეში იდგა თუ ცენტრში იდგა, იქ იდგა. აბა ერთი წარმატებული ყოფილიყო ეს ყველაფერი. პაატა მანჯგალაძე იჯდებოდა ეხლა თუ არა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ან რომელიმე სხვა სავარძელში ძალიან გემრიელად ასე ვთქვათ კომფორტულად შეირგებდა თუ არა იმ თანამდებობებს და ექნებოდა თუ არა გადანაწილება. გასაგებია რომ მე არ მომვარდა და არ მახჩობდა პირდაპირ, მაგრამ მოუწოდა რომ უნდა დავეპატიმრებინე, ხო გასაგებია, მაგრამ ბრალი წაყენებული აქვს სამართლებრივი რა წონის არის მისი პასუხისმგებლობა და რაში მიუძღვის ბრალი და რაში არ მიუძღვის, ამას ყველაფერს დაადგენს დამოუკიდებელი სასამართლო. პაატა მანჯგალაძემ და სხვებმა მოიყვანეს იქ ხალხი ნეპალის მოსაწყობად. 7000 ადამიანი შეკრიბეს ნეპალის მოსაწყობად, ჯერ იმ 7000 რა უთხარი იქ რომ მივიდნენ რომ საქართველოს სისხლი დაეყოლა, ამას კიდევ ერთხელ ვთქვი. ჩვენ ყავს 7000 ადამიანი, ექიმი, ვექილი, ინჟინერი, სტუდენტი, პროფესორი, ვინც იქ მივიდა 7000 ადამიანი სისხლი დაეყარა. აი ეს გააკეთეს ამ ხალხმა.